რა იგულისხმება 26 მაისის ჩაბარებაში და როგორ აპირებს ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. კონკრეტული გეგმა ამ დრომდე უცნობია, თუმცა ბოლო დღეებში პროცესების რადიკალიზაციის, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის თაობაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. მოწოდებებს არეულობისკენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობა გაემიჯნა. რადიკალური განცხადებების ავტორებს კი განმარტებების გაკეთება მოუხდათ. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით პროვოკაციებს არ გამორიცხავს ხელისუფლება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ არეულობის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. რაშუაში ევროპარლამენტარი ის რომ ევროპარლამენტარს აქვს პოზიცია რომ არ მოწოს ივანიშვილი ეს იმას ნიშნავს რომ ოპოზიციის ლიდერია ანუ რაღაც ლოგიკაში ან მორალში ხომ უნდა იჯდეს ეს განცხადებები საქართველოს კი არა სოფლიოში გახლავთ ასე რომ სიმბოლური თარიღების დროს მეგობარი ქვეყნები მეგობარი სახელმწიფოები და მათ შორის მეგობარი სახელმწიფოს პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში ოღონდ ისინი ვერ დადგებიან ივანიშვილის ხარეს და ავტორიტარული სამყაროს მეგობარი პოლიტიკოსების ხარეს დადგებიან ქართველი ხალხის იმ ნაწილის ხარეს რომელსაც აქვს მათ შორის ევროპული მისწრაფებები და რომელთაც მათ აქვს ღირებულებითი თანხმობა. მნიშვნელოვანია რომ ამ დღეს ერთიანად ვიდგეთ ხალხთან ერთად და ამომრჩევლებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის რომ ამ დღის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ დაპირისპირებულ ვითარებაშიც კი ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან და ჩვენი პარტნიორები ჩამოდიან და ის ემსახურება კიდევ ერთხელ პროევროპული ფლანგის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში იმ პროცესების გამოხტვას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ის რომ 26 მაისს ნებისმიერი პირი უცხოელი იქნება თუ ქართველი იქნება აპირებს პარალელურ აქციას, ვიდრე არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, სადაც მონაწილეობს როგორც სამხედროები, თავდაცვის ძალები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, ეს ნიშნავს იმას, რომ არც დამოუკიდებლობა უხარია ამ ხალხს და პირიქით უნდათ რომ შექმნან რაღაცა პროვოკაციული პროცესები ავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ის საელჩოები და ის დონორი ორგანიზაციები იღებენ პასუხისგებლობას, რომლებიც უკვე საჯაროდ ჩართულები არიან პოლიტიკაში. ჩვენ მიჩვეულები ვართ სამწუხაროდ, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში, რომ ევროპიდან მოდიან ისეთი, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტარები, რომლებიც პირდაპირ deep state-ის დავალებით არიან აქ ჩამოსულები, დელეგაციებზე აგზავნიდნენ წინა საარჩევნო. და ის დელეგაციები სცენაზე ადიოდნენ და პირდაპირ ქართველი ხალხისგან ითხოვდნენ მაედანიზაციის სცენარის გამეორებას. ხომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ ანალოგიური გზავნილებით იქნებიან ჩამოსულები ქალბატონი რა სახელმძღვანელობს თუ არ ვწდები ამ დელეგაციას ეხლა მისი ფაშისტური განცხადებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თუმცა ნუ რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ თუ ისინი შეეცდებიან რომ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ ეს რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე მათი პასუხისგებლობა იქნება მაგრამ პასუხისგებლობას ვერ გაექცევიან მათი მართული აქაური აგენტურაც ვინაიდან ეს არის საყოველთაო სახალხო ზეიმი სახალხო დღესასწაული და ვინმე თუ შეეცდება სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ან რაღაცა დესტაბილიზაციის შემოტანას იმასთან დაკავშირებით რომ ეს ზეიმი ჩაშალოს აი პირდაპირ ვაცხადებთ ხაზგასმით რომ კანონის უმკაცრესი ფორმით იქნებიან დასჯილები